სასკოლო ფორმის საწინააღმდეგო ალბათ არაფერი მექნებოდა, რომ მქონდეს საკმარისი რაოდენობის სკოლები, რომ სკოლებში 2-3 ცვლაში არ სწავლობდნენ ბავშვები, რომ სკოლების 80%-ის ინფრასტრუქტურა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებდეს, რომ ტუალეტებში მქონდეს ტუალეტის ქაღალდი და საპონი, რომ ბავშვების სახელმძღვანელოები არ იწვევდეს კითხვის ნიშნებს, რომ პედაგოგების ძალიან დიდი ნაწილის კვალიფიკაცია არ იყოს სადაო და ასე ძალიან ბევრი პრობლემის ჩამოთვლა შემიძლია. როდესაც თავზე ჭერი გექცევათ, წყალი ჩამოგდით, ამ დროს ჭაღის დიზაინის შეცვლაზე ფიქრობთ ვინმე? არა ხო? ხო და როდესაც ამდენი პრობლემა გვაქვს, რა დროს სკოლის ფორმაა? ხანდახან მართლა მგონია, რომ სასკოლო რეფორმაზე ვინც მუშაობს, საერთოდ გაკარებული არ არის სკოლას და არანაირი შეხება სკოლებთან არ აქვს. სხვანაირად წარმოუდგენელია, რატომ უნდა მოგინდეს ამდენი მნიშვნელოვანი პრობლემის ფონზე სასკოლო ფორმის შემოღება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ვერცერთ პრობლემას ვერ აგვარებს. და კიდევ ერთიც, ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს შეუძენ სასკოლო ფორმას, მაგრამ მე არ ვარ სოციალურად დაუცველი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. მყავს 3 შვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში მინიმუმ 6 ხელი სასკოლო ფორმა დამჭირდება. და ახლა ვინმე არ ამკითხე მოამბე, არ მითხრას, რომ სხვა ტანსაცმელი შესაძლოა უფრო ძვირი დამიჯდეს, რადგან მშობლები ვყიდულობთ ხან აუთლეტში, ხან ნათესავები გვიგზავნიან უცხოეთიდან, ხან დედმამიშვილები ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმელში იზრდებიან. უამრავი ხერხი და გზა არსებობს, რომ როგორმე ნორმალურად ჩაცმული ბავშვი გავუშვათ სკოლაში და სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? თან ჩემ შვილებს სექტემბერში რაც ერგებათ, ის იანვარში უკვე პატარა აქვთ და რა გავაკეთო, რამდენი ხელი სასკოლო ფორმა უნდა შევიძინო წლის განმავლობაში. და წარმოიდგინეთ, ეს რამხელა გაუთვალისწინებელი ხარჯი იქნება ჩემი ოჯახისთვის.